ბიბლია ამბობს, თავი ინუგეშეთო. იცით არის ზოგჯერ ადამიანები განუგეშებენ. მაგრამ რომელთა წერილში პავლე მოციქული ეკლესიას მოუწოდებს, რომ თავი ინუგეშეთ. იცით რას ნიშნავს ეს? სხვამ არ უნდა გააკეთოს ეს შენს მაგივრად. არის რაღაცა, რაც შენ უნდა შეძლო, შენ თავს ელაპარაკო. არის ისეთი დრო, როცა არ გყავს ვიღაცა მანუგეშებელი. სულიწმინდა კი არის ჩვენი მანუგეშებელი და ქრისტემ თქვა, როცა მე წავალ, სხვა ნუგეშის მცემელს გამოგზავნი თქვენთან. ის თქვენთან იქნება. სულიწმინდა მოვიდა იმისაც, რომ გვანუგეშოს. მაგრამ წერილი გვეუბნება, თავი ინუგეშეთ. ზოგჯერ რჩები მარტო, არავინ არ ყავს გარშემო, რა უნდა გააკეთო იმ რთულ და ზოგჯერ აი ამ წნეხისა და სირთულის დროს. ბიბლია გეუბნება, თავი ინუგეშე. როგორ უნდა ინუგეშო თავი? რომ ჩვენ მის ხელში ვართ. ყველაფერი მის ხელშია. ყველაფერს ის აკონტროლებს და არ დაუშვებსო. არ დაუშვებს, რომ ჩვენს შესაძლებლობებზე მეტად გამოვიცადოთ. ამინ. ჩვენ გვაქვს დრო დაახლოებით 40 წუთი და დღევანდელი მსახურება ფიქრობ, რომ გამორჩეული და განსაკუთრებულია იმით, რომ ძალზედ მნიშვნელოვან თემას და საკითხს უნდა შევეხო. რაც ჩვენ წინა მსახურებაზე დავიწყეთ და ფიქრობ, რომ კარგი იქნება, რომ ყურადღებით ვიყოთ ყველა მოსმენილისადმი, იმიტომ რომ ეს თემა ეხება დღევანდელ ჩვენს ცხოვრებას, წარსულიდან მოყოლებული აქამდის და მომავლისკენ იყურება იმისთვის, რომ ჩვენ რაღაცა მოგვცეს და ამ ქვეყნადვე ვიყოთ ნუგეშის ცემული და მტკიცენი იმაში, რასაც ვირჩევთ და შემდგომში მივაბიჯებდეთ იმ მიმართულებით მყარად და მტკიცეთ, საერთოდ ღმერთმა დაგვიძახა და მოგვიწოდა. როგორც წინა მსახურებაზე ვილაპარაკე, მთელი კვირა ლოცულობდი, ფიქრობდი, ვამზადებდი ამ თემას და მქონდა ჩემი რაღაცა ისეთი მასალები, საშუალებები, რასაც ვეხებოდი და ძალიან ბევრია ამ თემის ირგვლივ სასაუბრო და მინდა რომ ეს თემა თითოეული ქრისტიანის მიერ, რომელმაც აირჩია უფლის გვალს გაყვეს, კარგად იყოს დანახული, შესწავლილი და წარმოსახვიაში კარგად ხედავდეს რა პროცესში ვარ და საით მიდის ეს ყველაფერი, რაც ჩემს თავს ხდება. წინა მსახურებაზე ჩვენ ვილაპარაკეთ, რომ არის ორი სამეფო. სულიერ სამყაროში არის ორი სამეფო. ეშმაკის სამეფო, სადაც ჩვენ ცხოვრობთ და არის ღმერთის სამეფო. იესო ქრისტეს ქადაგების თავარი თემა იყო არა ავადმყოფების განკურნება, ბრმათათვის თვალის ახელის, ან რო ეჭმია მრავალი ადამიანისათვის, მკვდრები აღედგინა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ის აკეთებდა ყველაფერ ამას და ჩვენ ვკითხულობთ მარკოს სახარებაში, რომ შევიდა ერთ ქალაქში ერთხელ და მან განკურნა ყველა ავადმყოფი. ერთ მუხლში წერია, ერთ მუხლში. ქალაქში შევიდა, მოიყვანეს ქალაქის ყველა ავადმყოფი და მან განკურნა ისინია. დაწვრილებით არაფერი არ წერია მათზე. იოანე ამბობს, რომ რაც იესო ქრისტე მოიმოქმედა, დედამიწაზე რამდენი გააკეთა, ეს რო დაწერილიყო, აღწერილიყო და ჩვენამდე ინფორმაციის სახით მოსულიყო, დედამიწა წიგნებს ვერ დაიტევდაო. იოანე ამბობს, რომ დედამიწა თავისი სიდიდით, ვიცით რომ რამხელა, წიგნებს ვერ დაიტევდა თავის თავზე, იმდენი საქმე გააკეთა ქრისტემ დედამიწაზე. მაგრამ არის რაღაცები, რაც უმნიშვნელო, უბრალოდ იმ დროს დაეხმარა და დამთავრდა. განკურნა და ჯამრთელი გაუშვა. და დამთავრდა, მეტი არაფერი არ არის ამაში ნაგულისხმები. და არც არაფერი არ შეიძლება იმის იქით ითქვას, იმიტომ რომ ადამიანმა იცხოვრა კარგად, დალოცვილად და დასრულდა მისი ცხოვრება. ჩვენ არაფერს არ გველაპარაკება და არც არის ბიბლიაში აღწერილი ამის შესახებ დაწვრილებით რამე. მაგრამ იესო ქრისტეს მსახურების დასაწყისი მიმდინარე პროცესი და როცა ასრულებდა ქრისტეს მსახურებას, მან ერთ თემას გაუსვა ხაზი. და მინდა რომ ეს ადგილები დღეს ბევრი ადგილები მაქვს, რასაც მინდა რომ თქვენ თვითონაც მიადევნოთ თვალყურით, თუ გაქვთ სახარებები, თუ არ და მოინიშნეთ, ჩაიწერეთ, რა ვიცი, შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ, როცა ჩვენ წავიკითხავთ ადგილებს. მარკოს სახარების 1:15 მოხლი წინა მსახურებაზე ჩვენ ვისაუბრეთ. იესო ქრისტემ დაიწყო თუ არ ქადაგება, პირველი თქვა,
მოინანიეთ ღმერთის სამეფო მოახლოვდა მოახლოებულია ღმერთის სამეფო და იწამეთ სახარება ეს არ არის შემთხვევითი როცა უფალი იწყებს მსახურებას და ამბობდა ახსრულდა დრო კაცობრიობა ელოდებოდა 1000 წლეულები როდის იქნება და როდის ახდება ის რაც ღმერთმა აღთქმით დაუდო ადამიანებს ამბობდა მე-15 მუხლი ახსრულდა დრო და მოახლოვდა ღმერთის სამეფო მოინანიეთ და იწამეთ სახარება და შემდეგ უკვე ქრისტე იწყებს მსახურებას შედის და მსახურობს ყველაფერს რასაც იესო ქრისტე აკეთებდა აჩვენებდა ადამიანებს რომ მაგალითად ერთ ადგილზე ეუბნება რომ თუმეო ღმერთის თითით დევნი ეშმაკებს მაშინ მოსულა თქვენთან ღმერთის სამეფო ეს არის ლუკას მე-11 თავის მე-20 მუხლი როცა ეშმაკი ადამიანებს ავადმყოფობას შეყრიდა და შეყრის დღესაც მარტო ღმერთს შეუძლია ის რაც ეშმაკმა დააზარალა და დააზიანა ღმერთს შეუძლია გამოასწოროს მათო მხოლოდ 1 იოანეს 3:8-ში წერია რომ რისთვის მოვიდა იესო ქრისტე და პირდაპირ წერია რომ ის გამოჩნდაო რომ დაენგრია ეშმაკის საქმეები და იესო ქრისტე რასაც აკეთებდა დედამიწაზე ეს იყო ერთი სამეფოს მიერ გაფუჭებულ საქმეს რომელსაც ეშმაკი თავისი ცოდვილი გზით ადამიანებზე ავადმყოფობას ანთხოვდა ნახეთ 1 იოანეს 3:8-ში წერია ვინ ცოდვას ჩადის იგი ეშმაკისაგან არის რამე თუ თავდაპირველად ეშმაკმა შესწოდა ამისათვის გამოჩნდა ძე ღმერთისა ანუ იესო ქრისტე რათა დაენგრია ეშმაკის საქმეები უამრავ ადამიანს ნახავ რომელსაც შეჭირვება აქვს ზოგი ავად არის ზოგს რაღაცა აი უხილავ წევლის ქვეშ იმყოფება არაფერი არ გამოსდის აი ესეთ გამონათქვამი არსებობს საითაც გაიქცა ყველგან წაიქცა რაღაცა არის აი ესეთი მის თავზე ჯადუა გაკეთებული მაგრამ არ ჩანს ფიზიკურად ვერ შეეხები ხილული არაფერი არა რომ მოაცილო მაინც მაგრამ მის თავზე არის ეს ერთხელ იესო ქრისტესთან ერთი ქალბატონი მოიყვანეს რომელიც მოხრილი იყო წელში და ვერ იმართებოდა და იესო ქრისტემ განკურნა ეს თქვა ესეც აბრაამის ასულია ეშმაკმა დამართა მას ეს ყველაფერი მაგრამ ის ამბობს როგორც თქვი ლუკას 11:20-ში თუ მე ღმერთის თითით დანგრეულ საქმეებს ეშმაკისას ვასწორებ მაშინ მოსულა უკვე ღმერთის სამეფო თქვენთან ღმერთის სამეფო იქ არის სადაც ეშმაკის გაფუჭებული რა არის რეფორმაცია დეფორმაციის გასწორება რაც დეფორმირებულია იმის ფორმირება ხდება რეფორმაცია არის დეფორმაციის გასწორება რა არის ღმერთის სამეფო და რისთვის არის ის საჭირო და როგორი წარმოდგენა უნდა გქონდეს მასზე როცა ვნახე მე ChatGPT-საც ვეკითხებოდი რაღაცებს ბევრი რაღაცები მასალები მოვიძიე და შემდეგი რაღაც ვნახე დაახლოებით 100 ჯერ არის იესო ქრისტეს მიერ 4 სახარებაში ნათქვამი ღმერთის სამეფოს შესახებ სწავლებები იგავები თემები საკითხები ღმერთის სამეფო და პიროვნებებს ძალიან დიდი ინტერესი უნდა გქონს რომ თუ ქრისტესთვის ღმერთის სამეფო იყო ცენტრალური ფოკუსირებული საგანი მაშინ ჩვენ ძალიან დაინტერესებული უნდა ვიყოთ როგორია ის და ქრისტე შემდგომ მსახურებებზე ჩვენ ხას გავუსვათ ადრე და რას მივამსგავსო ღმერთის სამეფო როგორ აგიხსნათ რომელი ილუსტრაციით და იგავით მოვიტანოთ თქვენამდე რომ გასაგები გახდეს როგორია ღმერთის სამეფო როგორ ჟღავნდება როგორ ვლინდება როგორ მოქმედებს ის და ის ასწავლიდა ღმერთის სამეფოს როგორც წარმოსახვაში რომ ადამიანებს კარგად წარმოგვესახა იმავე დროს მისი გამოვლინების გზებსა და ფორმებზე. ამიტომ პირველი რაც ეშმაკს უნდა რომ ჩვენ არაფერი ვიცოდეთ ღმერთის სამეფოს შესახებ და ეშმაკის მონობის ქვეშ ვიყოთ. ბიბლია ამბობს ებრაელთა წერილში რომ მანო განთავისუფლაო
ხალხი ხეთ ებრაელთა მეორე თავში ძალიან საინტერესო სიტყვები წერია. პავლე მოციქული ებრაელებს უწერს წერილს და ესეთ რაღაც ეუბნეო. მე-14 მუხლიდან ებრაელთა 2:14. რამდენადაც ბავშვები სისხლსა და ხორცის ზიარნი არიან, მანაც მიიღო იგივეო. ქრისტეც ფიზიკური სხეულით მოვიდა დედამიწაზე. და რატო გააკეთავო ეს? რათა სიკვდილით გააქაროსო, თავისი სიკვდილით რომ მოკვდა ჩვენთვის, გააქაროს, ვისაც სიკვდილის ძალაუფლება აქვს, ესე იგი ეშმაკი. და გაანთავისუფლოს ისინი, რომლებიც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლე მონობაში იყვნენო. რის მონობაში ვიყავით? ეშმაკის მონობაში. და გაანთავისუფლოს ისინი, რომლებიც სიკვდილის შიშით, ეშმაკის მიერ მონობაში იყვნენ. მე წინამსახურებას ვილაპარაკე, ჩვენ ვიყავით მონები ეშმაკის და ღმერთმა გაგვხადა თავის მონებად. პავლე მოციქული თავის ქადაგებებში ბევრ განამბობს, უფალი იესო ქრისტეს მონა. ერთმა პიროვნებამ დამირეკა გუშინ და თავად როგორ ბრძანდებით და თავად მე ვთხარ მე თავადი არა ვარ. მეორე კორინთელთა 4:5 წაიკითხე ვეუბნები. მეორე კორინთელთა 4:5 წერია. ჩვენ თავს ავქადაგებთო, არამედ ქრისტე იესოს და ჩვენ თქვენი მონები ვართ იესოსათვის. ცი როცა ადამიანი უფლის გზას შეუდგა, ის ხდება უფლის მონა და ეშმაკის მტერი. როცა ჩვენ მისინათ ყურადღებით, როცა ჩვენ ეშმაკის მონები ვიყავით და მონები ვართ, ჩვენ ღმერთის მტრები ვართ. როგორც წავიკითხე ლუკას სახარება და ვთქვი ლუკას 11:23-ში წერია ქრისტემ თქვა, ვინ ჩემთან არ არის, ის ჩემი წინააღმდეგია. როცა ხედავ ადამიანს, ჩემს მეზობელს, მეგობარს, მე არ ვიცი, ვისაც არ ნახავ, რომ ის ქრისტესთან არ არის, შენი ხედვა და წარმოდგენა უნდა იყოს, რომ ის მის წინააღმდეგ არის. უნდა ლოცულობდე მისთვის, უნდა შეაგონებდე მას, უნდა ესაუბრებოდე, რომ ეშმაკის მონობიდან გამოვიდეს და ღმერთის მონა გახდეს. უფლის ნება მორჩილი გახდეს უფლის ნებისა და წინააღმდეგობა გაუწიოს ეშმაკს, რომ გაიქცეს მისგან. ერთი სიტყვით იმის თქვა მინდა, რომ ლუკას 11:23 ამბობს, ვინ ჩემთან არ არის, ის ჩემი წინააღმდეგია. და ვინ ჩემთან არ აგროვებს, ის აბნევს. დღესაც კი, ვინც არ ემსახურება უფალს, აი ამ დღეს პიროვნებები გააბნევენ. და ეს დღე აღარასოდეს არ დაბრუნდება. და გაბნეული იქნება და დაკარგული იქნება. ჩვენი პასუხისმგებლობა არის, რომ უთხრათ, შენ წაგებულების მხარეს ხარ. შენ იმის მხარეს ხარ, რომელსაც ეკუთვნის სასჯელი და მიიღებს კიდეც იმ სასჯელს. ბოლოს როცა ჩვენ ვაკვირდებით მათეს 25 თავში 51 მუხლიდან ვკითხულობთ, რომ ბოლოს ღმერთი ეუბნება, წადით საუკუნო ცეცხლში ადამიანებს. ეს არის ღმერთისთვის საშინელი განაჩენი, რომელიც გამოაქვს ადამიანებს და ეუბნება, წადით საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის. ღმერთმა ეშმაკისთვის და მისი ანგელოზებისათვის სასჯელი უკვე გამოყო. და ისინი აუცილებლად დაისჯებიან, მაგრამ მათ არ უნდათ რომ მარტოები წავიდნენ. მათ უნდათ ღვთის ხატად შექმნილი ადამიანები გაიყოლონ თავისკენ. და საშინელება არის, როცა ვაკვირდებით, რომ ქრისტე ასწავლიდა ამბობდა, რომ ბოლო დროს ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდება იმ მხარეს. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ვილოცოთ, დავეხმაროთ, მხარში დაუდგეთ, მაგრამ მათ ნებას ვერ შევეხებით, იმიტომ რომ ღმერთმა დიდებულ ქმნა კაცობრიობის თავზე, რომ მისცა თავისუფალი ნება. ღმერთიც კი მხოლოდ სთავაზობს და არაფერს არ აიძულებს ადამიანებს. მაშასე იესო ქრისტეს ქადაგების დასაწყისი იყო ღმერთის სამეფო და დასასრული ქრისტეს მსახურების ის ამთავრებს, როცა მინდა რომ თავი და ბოლო ვნახოთ და მე შევეხებით შუაში რაებს ასწავლიდა. საქველმოწყურეთა წიგნში ქრისტე ემშვიდობება უკვე მოწაფეებს. და ისევ 40 დღე კუდრეთით აღმდგარი ეცხადებოდა და სამეფოს შესახებ ელაპარაკებოდა. მოდით საქველმოწყურე მინდა რომ ამ თვალით თქვენ როცა სახარებას აიკითხავთ სახლში, სულ სხვა რაღაცებს დაინახავთ, რომ ეს იყო მთავარი ფოკუსირების სფერო და საგანი, რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს. ასე იწყებს ლუკა თავის ბატონის მიმართ წერილის მიწერას, რომელსაც საქველმოწყურეთა წიგნი ქვია. პირველი წიგნი თეოფილევ შევადგინე ყოველივე იმის შესახებ, რაც გააკეთა და
ასწავლიდა და სწავლება დაიწყო იესომ. იმ დღემდე, როცა ამაღლდებოდა სულიწმინდით, მისცა ბრძანებები მოციქულებს, რომელთაც მათ ეჩვენებოდაო. რომელთაც გამოეცხადა ცოცხლად თავისი ტანჯვის შემდგომ მრავალი დამადასტურებელი ნიშნებით 40 დღეს ეჩვენებოდა მათ და მოუთხრობდა ღმერთის სამეფოზეო. ქართულში სიტყვა ამოიღეთ ყოველთვის სადაც სასופველი შეგხვდებათ. ის სიტყვები, რომელიც ძველი ქართული ენით არის ჩატოვებული, რამე თუ რომელმა ყოველივე დღევანდელ დღეს თანანადებნი, ვითარცა ჩვენ, ეს სიტყვები მღვდლებმა დატოვეს სპეციალურად ეს საპატრიარქოში იყო ეს ბიბლია გაჩერებული და არ უნდათ რომ თანამედროვე ენაზე, გასაგებ ენაზე გადათარგმნილიყო ბიბლია და როცა დაისვა საკითხი, რომ არა ის უნდა გადაითარგმნოს და ხალხსაც ხელმისაწვდომი უნდა გახდეს, მაშინ მათ თქვეს, ეს სიტყვები მაინც უნდა ჩავტოვოთ შიგნით. და ჩატოვეს ეს სიტყვები. რომელმა ყოველივე დღევანდელ დღეს რამე თუ ვინაიდან ეს როცა უყურებ სასუფეველი, სათნოება და ასე გაუგებარი არის დღევანდელი ჩვენი აღქმისთვის. ამიტომ მამაო ჩვენოს ლოცვას როცა ლოცულობთ მოვიდეს სუფევა შენი ქრისტემ ასე ილოცეთო ასე ასწავლი და მოწაფეებს როგორ უნდა ვილოცოთ მოვიდეს სუფევა შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეთ სამოქვეყანასაზედა და სინამდვილეში სუფევა ნიშნავს რუსულად არ დაუშვეს რომ ძველი რუსული ენა ყოფილიყო ჩართული და მათ გადათარგმნეს ჩვეულებრივ როგორც დანარჩენი ტექსტი და ამ ტექსტში არის თავი და პრიდეთ царство твое და მოვიდეს მეფობა შენი შენი სამეფო მოვიდეს, შენი მეფობა, როგორც არის ზეცაში, ანგელოზებზე, ქერუბიმებზე, სერაფიმებზე, 24 ხუცესზე და ასე შემდეგ და შემდეგ, რასაც ჩვენ ხედავთ ბიბლიაში და გამოცხადების წიგნში, შენი მეფობა ასევე მოვიდეს აი ამ მიწაზე, რომელზეც ჩვენ ცხოვრობთ. ნახეთ, 40 დღე მოუთხრობდა ღმერთის სამეფოზე. ადრე ვკითხულობდი ხომ და ყურადღებას არ ვამახვილებ. თავარი თემა რაც ქონდა 40 დღეს ალაპარაკო ღმერთის სამეფოზე იყო. როგორია ის? როგორ მოვა? რა იქნება? რა მოყვება? და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შემდეგ უყურეთ, გძელდება, შეკრიბა ისინი და უბრძანა ნუ განშორდებითო იერუსალემს. არამედ დაელოდეთ მამის აღთქმულს, რის შესახებაც ჩემგან მოისმინეთო. ვინაიდან იოანე გნათლავდა წყლით, თქვენ კი არა მრავალი დღის შემდგომ მოინათლებით სულიწმიდით. ამიტომ ისინი რომ შეიკრიბნენ, მიაქცეთ ყურადღება, მესამე მუხში ელაპარაკება ღმერთის სამეფოზე უმახვილებდა და ყურადღება ისინი რომ შეიკრიბნენო, ეკითხებოდნენ მასო, ამ დროს ხო რა აღუდგენ უფალო ისრაელის სამეფოსო. მაინც ღმერთის სამეფოზე კი არ ლაპარაკობენ, ისრაელის სამეფო როდის აღდგება? როდის აღდგება, აი მაკედონელი ვინ მოვა, რომ ვინ გამოჩნდება, რომ აი ჩვენი ქვეყანა აღადგინოს და ჩვენი ერია ის ღმერთის სამეფოზე ელაპარაკებოდა. ერთხელ იესო ქრისტე ეუბნება თავის მოწაფეებს. როცა გაგზავნიდითო თქვენ მისიაზე, სოფლებსა და ქალაქებში დემონებს რო დევნიდით და შმაკების გემორჩილებოდნენ, გაკლდათ რამეო. ხას არაფერია უფალო, ყველაფერი გქონდა. საჭმელიც გქონდა, სასმელიც, შესასმელიც. ეხლა თუ გაქვთ რამე. და ორი მახვილი გვაქვს უფალო. ორი მახვილი. ცით, ჩვენ როცა ვკითხულობთ სახარებას, ვკითხულობთ აი ესე ჩვენი მოსმენით. მაგრამ ბერძნულ თარგმანში ჩანს რომ იესო ქრისტე უნდა საკმარისია. ჩვენ რო ვკითხულობთ თითქოს ორი მახვილი საკმარისია. არა და ბერძნულში თურმე ეს ტონალობა კარგად ჩანს. საკმარისია რა, აი ბოლოს და ბოლოს რა ჩვენ ასე ვიტყოდით. ბოლოს და ბოლოს, რამდენი ხანი გელაპარაკებით და მე რაზე გელაპარაკებით და თქვენ რას გებულობთ. ქრისტეს უნდა იმის თქმა, რომ მე რას გელაპარაკებით და თქვენ რას აღიქვავთ. მე ღმერთის სამეფოზე ვამახვილებ ყურადღებას, მთელი ჩემი 33 წლიანი მსახურება, ის 3 წელიწად ნახევარ როცა გამოვედი, დავიწყე ღმერთის სამეფოთი. გეუბნეოთ რომ ილოცეთ რომ მოვიდეს ღმერთის მეფობა, გიხსნით როგორია ღმერთის სამეფო 40 დღე მკვეთრით აღმდგარი ღმერთის სამეფოზე ელაპარაკება ესენი ისრაელის სამეფოს როდის აღადგენა. როდის აღუდგენ, ეხლა ხო არ აღუდგენ ღმერთო ისრაელის სამეფოს. მაინც მათი მოლოდინი და აღქმა არ იყო ის, რაც უფალს ჰქონდა მათთვის სწავლებით გადმოცემული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ჩაუკვირდეს
რომ როგორია ღმერთის სამეფო, როგორ მოვა ის, რა იქნება, როგორ იწყება მისი მეფობა, როგორ გრძელდება და როგორ დასრულდება ბოლოში. პირველი რაც მინდა თქვა, მოდით ნახოთ ერთი ადგილი, ეს არის ძველ აღთქმაში, ხილვას ნახულობს დანიელი და ყველამ უნდა წაიკითხოს სახლებში როცა იქნებით. დანიელმა ნახა ერთი კერპი. ეს არის დანიელ წინასწარმეტყველის წიგნში მეორე თავში. და სანამ დანიელი ნახავდა, მანამდე მეფემ ნახა ეს კერპი და ვერ გაიგო რა ნახა. რას ნიშნავდა ეს კერპი და დანიელი უხსნის მეფეო, შენ ეს ნახე და ღმერთი, რომელმაც შენ ძალაუფლება გადმოგცა ხელთ და ყველა მეფეები ჩაგიგდო ხელთ დედამიწის ზურგზე და ყველაფერი შენს ხელქვეშ მოაქცია, ის თვალყურს ადევნებს ყველაფერს და მეორე თავში 44 მუხლში უხსნის რომ ღმერთი რომელმაც დილიგირება მოახდინა და შენს ხელში მოახდინა ეს ძალაუფლება ის 44 მუხლში ერთდროს მისი მეფობით დასრულდება და მის მეფობას კიდევ აღარასოდეს აღარ ექნება დასასრულები. ყველაფერი იტრიალებს იქნება 1000 გვარი სამეფოები, დღესაც არის. მეფეები ყავთ ზოგან შეიხები ყავთ ქვეყნებში, ზოგან პრეზიდენტები, ზოგან პრემიერები და ასე შემდეგ მმართველობის სხვადასხვა ფორმები არსებობს. მთელი მსოფლიო დაყოფილი არის ჯგუფებად და ნაწილ და არის მე მგონი 205 თუ კიდევ უფრო მეტი სახელმწიფო, ზოგს აქვს თავისი მიწა, ზოგს არ აქვს, ზოგს აქვს თავისი ენა, ზოგს არ აქვს, მაგრამ ჩვენ ამაზე დაწვრილებით არ გავჩერდებით, ვინაიდან მას არ ვიძიებთ დღეს, მაგრამ ერთი რაღაც ვიცით. ყველაფერმა როგორც არ უნდა იტრიალოს. ვიღაცაზე იმარჯვებდა და იპყრობდა, მე მისი სამეფო ძლიერდებოდა, ვიღაცის სამეფო კრებოდა და ასე შემდეგ ღმერთი ადევნებს თვალყურს და როგორც არ უნდა წარიმართოს ყველაფერი, ბოლო იქნება წერტილდასმული, რომ წერტილი დაესწრება ყველა იმ სამეფოს, ყველა იმ ქვეყანას, ყველა იმ, მე არ ვიცი, აშენებულს, ამერიკა იქნება ეს თუ ევროპა, თუ ჩინეთი, თუ ასე შემდეგ, რომ ძალიან დიდად გამოიყურებიან დღეს, ღმერთი ამბობს, რომ დაესმევა წერტილი ყველა სამეფოს და მისი მეფობა გახდება ათვლის წერტილი და იქნება უნეტარესი მდგომარეობა სამყაროში, ისე როგორც ზეცაში, ისე აი ამ ქვეყნად. და რა ნახა აი ამ რო ნახავთ მეორე თავს როცა ეკითხავთ, მეფე ნაბუქოდონოსორმა ნახა ასეთი კერპი. თავი ქონდა ოქროსი, გულმკერდი ქონდა რკინის, მერე ფეხები ქონდა სპილენძის, თითები, ფეხის თითები ქონდა რკინის და თიხის და შეზავებული და უხსნის, მეფეო, ოქროს თავი შენ ხარ. შენ შემდეგ სხვა სამეფო მოვა. მაგრამ ის ძალიან მკაცრი იქნება და რომის იმპერიაზე მიანიშნებს და რომის დალეწავს ყველაფერს და გაანადგურებს და დაიპყრობს რაღაც, მაგრამ შენ კიდევ მოვა სხვა სამეფოები, რომლებიც ვერ გაძლებენ და დაიმსხვრევიან, მაგრამ ბოლოს მეფეს ეუბნება 44 მოხს დაუკვირდით. იმ მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს თავის სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დასრულდება და მის ხელმწიფებას სხვა ხალხებში აღარ გადავა მის ხელმწიფებას. ის შემოსრავს და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იმეფებს. ნაბუქოდონოსორს უხსნის და ეუბნება, დღეს რასაც უყურებ, ეს ილუზიაა. უყურე იმას, რაც მოდის. ერემიას ეუბნება ღმერთი და მინდა რომ ეს ყველგან გამოვიყენოთ, ერთხელ არ არის გამოსაყენებელი. ებრაელ ხალხს უჭირს, რთულ სიტუაციაში არიან. ერემია წინასწარმეტყველი დგას და პირველი თავის 11 და 12 მოხლებში ღმერთი მიმართავს და ეუბნება, ერემია, რას ხედავ შენ? რას უნდა ხედავ დღეს საქართველოში? პარტიები ერთმანეთს ვერ იტანენ, ეკონომიკურად ქვეყანა განადგურებულია, ხალხი გარბის ქვეყნიდან. რა უნდა, ჩვენ ხო რეალობას ვილაპარაკებდით და ვიტყვით რომ ეს ასეა, რას ხედავ ღმერთმა რო გითხრას? იცი ღმერთს დღეს რო ღმერთი შეგვეკითხოს რას ხედავ, მას არ აინტერესებს რასაც ხედავ ის უთხრა. წარმოსახვის თვალი და რწმენით რასაც ღმერთი აღთქმას გვპირდება, რას ხედავ?
რას ხედავ? ერემიას რო ეთქვა, იცი რა, ებრაელი ხალხი განადგურებულია, მონობაშია გადახვეწილი, მე ვიცი, დანგრეულია ტაძარი, კედლები იერუსალიმის კედლები მომსვარი, მტერი ბატონობს. არა, ერემია უბნება, რას ხედავ? ერემია, აბა რას ხედავ მომიყევი? არ დაცინამდვილე შეგრი არ იყო. აყვავებულ ნუშის რტოს ხედავ ღმერთო. შეგიძლია ის თქვა, რაც იქნება და არა რასაც ხედავ. ძალიან რთულია ჩვენ მიჩვეულები ვართ ასე, რასაც ხედავ, იმას ვლაპარაკობ. არა ღმერთი ამბობს, რასაც ხედავ, ეს გაქრება და ის, რაც მე ვთქვი, ის არ ჩანს შეიძლება ფიზიკურად. ამიტომ ღმერთმა აბრაამს უწოდა მრავალი ერის მამა და შვილი არ ყავდა. რა სიტყოდი შენ აბრაამზე? დიდარი კაცი? რა სჭირდებს? რა ოხრა სჭირდება ახლა ამას ეს ქონება? მეორე ასე იტყოდა. მილიონერი კი მილიარდელი იყო აბრაამი და შვილი არ ყავდა. იცით რომ აბრაამი მილიონერი კი არ მილიარდელი იყო იმ დროისათვის. გაჩვენ როგორ იზომებოდა. დაახლოებით 1000 მსახური ყავდა მარტო სახლში. როცა 5 მეფეს დაესხა თავს და გაანთავისუფლა თავისი ძმისშვილი, ჩვენ ხედავთ რა მეომარი ხალხი ამოარჩია თავისი მსახურებიდან. მას უამრავი ცხვარძრო ყავდა და ძალიან დიდი ქონების მატარებელი იყო. მაგრამ იტყვი შვილი არ ყავს და მემკვიდრე არ ყავს და რაში ჭირდება თქვათ ეს. მაგრამ ღმერთმა უთხრა, შენ ხარ არა აბრამი, მე ერთ ასად ჩავსვავ შენ სახელში და სულ სხვა იქნები. შენ ხარ აბრაამი. აბრამი ნიშნავს მხიარულ მამას, აბრაამი ერების მამას. ღმერთმა ერთი ა და ამატა მარტო ერთი ა მის სახელში და სინამდვილეში რას ხედავ? ხედავ კაცს, რომელსაც შვილი არ ყავს. ღმერთმა თქვა, თქვენ იმას არ ხედავთ, რასაც მე ვხედავ. შენ იმას ვერ ხედავ, რასაც მე ვხედავ. მე ვხედავ რაც იქნება და ღმერთი არა არს უწოდებს არს. ებრაელთა 4:17-ში ქვემოთ რო ვკითხულობთ, ღმერთი არა არს უწოდებს არსო. ამიტომ აბრაამიც 100 წლის იყო უკვე, თითქმის 99 წლის არის. მისი ცოლი 90 წლის არის. მთელი გარემოება ლაპარაკობს, რომ შვილის დაბადების შეძლება შეუძლებელი არის, არ მოხდება, არ მომხდარა ჯერ რომ სადღაცას ისტორიაში წარმოსახვით მაინც წარმოისახოს ადამიანი, მაგრამ ის ღმერთის აღთქმაში არ შეეჭვებულა და მტკიცე იყო და დიდება უძღვნა ღმერთს. რატო ლაპარაკობ ამას? იმიტომ რომ ის რასაც ღმერთი აბრაამს პირდებოდა, ჩვენც რაღაცას გვპირდება დღეს. მინდა რომ ყველა ვინც აგზივართ ერთი რაღაცისათვის ემზადებოდა. მოვიდეს მეფობა შენი და იყოს ნება შენი. ეს არის განაცხადი იმისა, რომ მე ვიცი რა არის ღმერთის სამეფო. ვიცი როგორია ღმერთის სამეფო. მინდა რომ ის მოვიდეს აქ. მე ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის, გზას მომზადებ უფალს. შევიკრიბებით ასე, ვილოცებთ ერთად, ვესაუბრებით ერთმანეთს, რწმენას ჩავთესავთ და უფლის მოძღვრებასა და სიტყვას შევისის ხორცებ და გავითავისებთ, რომ კარგად უყურებდეთ, როგორია მისი მეფობა. ჩვენ და გვესმოდეს წარმოსახვისთვის რომ ვიცოდეთ, აი ასეთი რამ შეიძლება დავინახოთ. დანიელ წინასწარმეტყველი ლოცულობდა, მარხულობდა და 21 დღე რომ მარხულობდა, თვითონ თქვა, უცბათო ვიდექი მდინარის პირას და რაღაცა ზებუნებრივი მოხდა. და ჩემთან ყოფები გაიქცნენო და დაიმალნენ შიშისაგან, აი თავქუდ მოგლაჯილები გარბოდნენ. მე კიდე მკვდარი ვიდავეციო მის წინაშე და უფლის ანგელოზი მოვიდა. პასუხი მოგიტანე დანიელ, რომ გონია რომ ღმერთის სამეფოსთან რო ლაპარაკობ, გამომგზავნა მე ღმერთმა დანიელ შენთან პასუხის მოსატანად. პირდაპირ ეუბნა, როცა შენი გული მორჩილებას მიეცი და ღმერთის სამეფოსთან დაიწყე კავშირის დამყარება, მე იმ დღიდანვე წამოვედიო პასუხის მოსატანად. მაგრამ უხსნის პავლე მოციქული ამს რომ ვიყავი ატაცებულიო მე-13 წაზე 60-ში. მე ხლა ამ საკითხს არ განვიხილავ, ეს არის მეორე კორინთელთა მე-12 თავი. პავლე მოციქული აღწერს, რომ ვიციო ვიყავი ატაცებული, თითქოს სხვაზე ლაპარაკობს, ვიცი კაცი ქრისტეში, რომელიც ატაცებული იქნა, სინამდვილეში თავის თავზე ლაპარაკობს, უბრალოდ მე სხვა პირში ხსნის ამას, რომ ვითომ ჩემ თავზე რო არ ვილაპარაკო, მაგრამ ის თავის თავზე ამს, რომ არ ვიციო სხეულში ვიყავი თუ სხეულის გარეთ,
ვერ აღიქვაო და ფიზიკურად იყო თუ სულიერად. არ ვიციო ღმერთმა აი ასეთი. ამიტაცა მესამე ცაზე ვიყავი 64-ში. ღმერთის სამეფოში ვიყავი. ვისმენდიო გამოუთქმელ სიტყვებს, რომლის თქმის უფლება დედამიწაზე არ აქვთ ადამიანებს, რომ მოყვნენ ამის შესახებ. მაგრამ ის მაინც წერს წერილებში. მირჩევნია სხეულს გამშორდე და ქრისტესთან დავბინავდეს ბევრად უმჯობესია. მირჩევნია ამ სამეფოდან გავიდე და იმ სამეფოში წავიდე, ის ბევრად უმჯობესია. მაგრამ არ ვიციო, აქ ჯერ კიდევ საქმეები მაქვს გასაკეთებელი. მაგრამ მას არ შეეძლო საუბრა დეტალურად, მაგრამ ხწერს რომ, ის, სადაც მოწოდებულნი ვართ ჩვენ მარადიული დიდებისაკენ, ღმერთის სამეფოში. სადაც ქრისტემ შეგვიყვანა კოლოსელთა 1:13-ში წერია, რომ მან შეგვიყვანა უკვე თავისი ძის სამეფოში. კი არ შეგვიყვანს, ჩვენ უკვე შეგვიყვანა მორწმუნენი უკვე იქ ვართ. და ჩემი მორწმუნე სასამართლოზე არ მიდის სიკვდილიდან უკვე სიცოცხლეში გადავიდა. იოანეს 4:24-ის. 25-24. მოდით გავაგრძელოთ ღმერთის სამეფოს შესახებ საუბარი. როცა დანიელს ანგელოზი მოვიდა ეუბნა 21 დღე. 21 დღე. შენ პირველივე დღეს დაიწყე თუ არ ლოცვა ღმერთის სამეფოს მიმართ, ღმერთმა გაქცა პასუხი. მაგრამ 21 დღე მე სპარსეთის მთავარი მეწინააღმდეგებოდაო. ანუ ის დემონი და ის ატმოსფერო, რომელიც სპარსეთის თავზე იყო გადაჭიმული და სულიერი ბოროტი ძალები აკონტროლებდნენ ამ ატმოსფეროს, 21 დღე მეწინააღმდეგებოდა, ვერ მომქონდა პასუხი. კარგი იყო რომ შენ გააგრძელე ლოცვა მარხვები, ჩემთან მოვიდაო მიქაელ არხანგელი და შეებრძოლავ აი ამ ბოროტ სულებს ჩემთან ერთად და მე გავარღვიე აი ეს ატმოსფერო და მოვედი შენთან პასუხის მოსატანად. ეხლა უბრუნდები ისე უკანო, რომ იმ ბრძოლაში უნდა ჩართულიყო ანგელოზები იმ დემონებთან. ეშმაკი ყველაფერს აკეთებს, გადაჭიმული აქვს მას აი ის სულიერ სამყაროში მთელი შავი, რა ვიცი, რაღაცა ისეთი, რომელიც ხელს უშლის, ღმერთის მეფობა ვითართ სათაშინა ვერ მოვიდეს ეგრეც ამ ქვეყანასა ზედა. მაგრამ გამოცხადების წიგნში ჩვენ წავიკითხავთ და ვნახავთ, რომ როგორ ხდება გამარჯვება აი ამ ბოროტ ძალებზე და სულებზე, ეს პროცესი მიდის. თუნდაც დღევანდელი ქადაგება და მსახურება ჩვენი ერთად შეკრება და მორჩილება ემსახურება აი ამ ატმოსფეროს გაწმენდას, როცა ეშმაკი თავისი ბოროტი ძალებით გამოცხადების მე-20 თავს წავიკითხავთ და ვნახავთ, რომ ჩაგდებულ იქნაო სატანა, დიდი ჩამოვიდაო ანგელოზი და დიდი ჯაჭვით შეკრავ იგი და ჩააგდო ჯოჯოხეთში და განთავისუფლდა ატმოსფერო, ხოლო ეკლესია იქნება ატაცებული და იმეფებენ ქრისტესთან ერთად 1000 წელს. ჩვენ ზუსტად დღეს თითქოს და ასეთი პავლე მოციქული ამბობს, ჩვენო ნაწილობრივ ვიცით და ნაწილობრივ წინასწარმეტყველებთ. როცა სრულ ყოფილი მოვა, ნაწილობრივ განქარდება და ყველაფერი ცხადად გვეცოდინება. ეხლა ჩვენ მხოლოდ წინასწარმეტყველურ წარმოსახვაზე, როგორც აი შუშები რო არის ასეთი აჟურნი შუშებს რო ეძახიან, იყურები იქით რაღაცა ლანდი ჩანს, მაგრამ ვერ ხედავ რეალურად ასე არის ჩვენი დღევანდელი წინასწარმეტყველებასთან დამოკიდებულება. მაგრამ 100%-ით ვიცით, ყველაფერი რასაც დღეს უყურებ, აღარ იქნება. ყველაფერი რაც დღეს თვითონ მოსაჭიდებელია და ადამიანები, იცით, სტალინის გულისთვის, за родину, за Сталину და ტანკის ქვეშ ვარდებოდნენ და თავებს იფეთქებდნენ. მაგრამ იყვნენ პირველი ქრისტიანები, იყვნენ ძველი ებრაელები, რომლებიც ღმერთის სამეფოსთვის, როცა აწამებდნენ, ჩვენ როცა ბანაკში გააკეთეს ბავშვებმა 7 ძერო აწამეს დედის. ეს იყო მაკაბელების პერიოდი. გამოიყვანეს და 7 ახალგაზრდა ბიჭი და დედა, მამა გარდაცვლილი ყავთ. ოთხეს ღორის ხორცი უნდა ჭამოთ. ოთხეს ჩვენ ჯულით გვაქვს აკრძალული და ღმერთის კანონი და ღმერთის სამეფო ამბობს, რომ ღორის ხორცი ჯულში იყო ასე, რომ არ უნდა ეჭამათ და უნდა დამორჩილებოდნენ ღმერთის კანონებს. მათქოს ჩვენ არ შევჭამთ, შეჭამთ. არ შევჭამთ. აქ მე ვარ მეფე ეუბნება. აქ მე ვარ მეფე. მე ვწყვიტავ, როგორ იქნება და რა არ იქნება. შენ არ წყვიტავ მეფეო, ნება ჩვენია. მაშინ მოიტანეს საწამებლები, ყველა მის და მე მინდა რომ მაკაბელთა მე-4 მაკაბელთა არის ეს. ჩვენ საოჯახოებში ხმამაღლა ვკითხულობთ ხოლმე ხშირად.
და რატომ უნდა წაიკითხო ახალგაზრდებმაც და სხვებმაც? რატო? პირველი რომ გამოიყვანესო, თვალებში მას რწმენა აქვს, უყურებს ღმერთის სამეფოს და მარადისობას. იმას მამა უნერგავდა ბავშვობიდანო და დედა უყურებს სცენარს, რომ შვილების წამებას იწყებს ეს ჯალათი. მოიტანესო ყველანაირი საწამებლები, ძვლებში ამტრევდნენ, ტყავს აძრობდნენ შვილებს, სერავდნენ, ნესტოებში ასხავდნენ საშინელებებს და ყველაფერს უკეთებდა, მაგრამ ეს ავტორი ამბობს, რომ მინდა დაგარწმუნოთო ის, ვინც ღმერთის სამეფოს ხედავს და იქით აქვს თავისი მომავალი დანახული და იცის, რომ ამ ქვეყანაში დარჩება, გაუტეხელი არიან ისრაელის ძენი და ღვთისმოსავი გონება ვნებათა მბრძანებელია. ღვთისმოსავი გონება, რომელიც მართლა ღმერთთან არის კავშირზე, ვნებები, ტკივილია თუ 1000 გვარი საცდურები და 1000 გვარი მე არ ვიცი მოჯადოებული რაღაცები იმათ მბრძანებელი არის და ის უბრძანებს და ეტყვის არა კი და ისე იქნება როგორც ღვთისმოსავი გონება ბრძანებს. ეს აღწერს ავტორი, რომ მეექვსე შვილი და მეშვიდე მე ხშირად მომიყოლია ეს მაგალითი, რატომ მიყვარს, რომ ისინი არ დანებდნენ, სიცოცხლეს დებდნენ, მაგრამ აზრს უტეხდნენ იმ ტარვალს და მეშვიდე ძმა რო გამოვიდა, მეშვიდეს აბავდა, ასე რომ თქვა, ბოდიში ამ სიტყვას დევნა, შენ ლამაზი ხარ, ახალგაზრდა ხარ, მომავალი გაქვს წინ, რა ძალა გადგია, რაღაცა ილუზიას და უაზრობას ეწირები. მოდი ჩემ სამეფოზე, ჩემი სუფრიდან შეჭამ საჭმელს. დესევნევა. შენ რა გონია, რომ მე ჩემ ძმებზე პატარა ვარ, უბრალოდ დედამ ასაკის მიხედვით ვერ გშვა ერთდროულად, რომ გონებითო ჩვენ თანასწორები ვართ. გონებით და აზრითო, რაც ჩემ ძმებს ვერაფერი ვერ დამართე, ჩემშიც იგივე რაღაცა ცხოვრობს. ვერ გადამათქმევინებ. მოიტანეო შენი ყველა საწამებლები, რაც კი გაქვს და მინდა დაგარწმუნო და გითხრა, რომ უძლეველი არიან ისრაელის ძენი. ცირა კარგი როცა ეთქო მორწმუნეს, ვერაფერი ვერ გატეხავს. იმიტომ რომ ის იმას ხედავს, როგორც სტეფანეს ქოლაუდრე და სხვა რამეს უყურებდა. იმას უყურებდა, რასაც ქრისტე ასწავლიდა. და უთხრა უფალო, მიიღე ჩემი სული. ჩვენ ჯერ კიდევ გზა გვაქვს მოსამზადებელი გასავლელი ამ მდგომარეობამდე მისასვლელად. და ყველა საინტერესო ის არის დედა, რომელიც იდგავდა უყურებდა მეშვიდეს წამებას, ხო უნდა ეფიქრაო დედას, ხო უნდა ეფიქრასე, 7 შვილის დედა უშვილოდ რჩებია. არა, თვალებში უყურებდა შვილს და ეუბნება, შენი ძმების გზას გაყევი შვილო. და რაც მამამ გასწავლათ, რასაც ბიბლია ღმერთი გინერგავდათ, არ გადაუხვევ მაგისგან, არ დამანახო რომ დანებდი. ღვთისმოსავი გონება დედისა გამჭრიახი იყო და შვილებს მარადისობაში ინახავდაო. მარადიულ სამეფოში აგზავნიდა და უარს ამბობდა აქაურ კეთილდღეობასა და მდგომარეობაზე. მისმენთ, როცა საკუთარ თავს შევხედავთ, ასე იტყვი ღმერთო, რა ძალიან შორს ვარ ჩვენ იმათგან, რომლებიც ასე მივიდნენ იქ. და რამდენი ზოგჯერ რაღაცა პატარა რაღაცასაც კი ღმერთის გულისთვის და სათასასოფეულის და ღმერთის სამეფოს გულისთვის ზოგს ენანება, ზოგს ეზარება, მაგრამ ჩვენ ამით ვაჩვენებთ, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ გვაქვს შესაძენინა მისაღები. ერთი სიტყვით, ვინც იცოდა და ხედავდა ღმერთის სამეფოს, ის მისი გულისთვის ცხოვრობდა, მის გამო მოღვაწეობდა, მის გამო იხდიდა ფასებს და იცოდა, რომ აქაური დღევანდელი მსხვერპლი მარადიული საუნჯეები არის ეს. მარადიული საუნჯეები, რომელსაც ადამიანები ინახავდნენ იმ ქვეყნად. ქრისტემ თქვენ მოაგროვებთ ამ სამეფოში საუნჯეებს. ჯობია დაიწყო გაცემა თესვა, მხარდაჭერა, შრომა ღმერთის სამეფოს გულისთვის. იმიტომ რომ ის მოვა აუცილებლად დედამიწაზე. მეცნიერები იკვლევენ, როგორ მოხდება ეს, რა ფორმით იქნება, რანაირად იქნება და მრავალი წინასწარმეტყველება დევს და მრავალი ვერსია და წარმოსახვა. რანაირად იქნება ღმერთი, როგორ მოვა დედამიწაზე და როგორ გამეფდება. არადა მოვა ღმერთის მეფობა და აუცილებლად იქნება ეს. მე მინდა გამოცხადების იგივე წავიკითხო ჩქარა. გამოცხადების მე-19, მე-20 და 21 თავებში ვნახავთ საინტერესო აღთქმა წინასწარმეტყველებებს, რას ამბობს ბიბლია ღმერთის სამეფოზე. გამოცხადების 19-ის 6-დან ვკითხულობ. და მოვისმინე ხმა, რომელიც ამბობდა დიდძალი ხალხის ხმაო, როგორც დიდძალი ხალხის ხმაა.
და როგორც მრავალი წყლის ხმა და როგორც ძლიერი ქუხილის ხმა, რომელიც ამბობდა ალელუია, რამე თუ გამეფდა ჩვენი უფალი ღმერთი ყოვლის მყრობელი. მოვიდა რუსებს აქვთ ესეთი გამონათქვამი, არ იცი ხშირად ხوار ხოლმე სიტყვას, ნაკანიაცდა რა. ქართულად როგორ იქნება? როგორც იქნა. ძლივს. ამას ელოდება მთელი სამყარო. ელოდებიან ანგელოზები, ელოდება ქმნილებები, ღვთისშვილთა გამოჩენას ელოდება რომაელთა მერვე თავში პავლემს, ღვთისშვილთა გამოჩენას ელოდება მთელი სამყარო. ეს იმდენად დიდი პროცესია, რომ ჩვენ მოწოდებულ ჩართულები ვართ, როგორც სამეფოს ძეები. უკვე სამეფოს ძეებად ვართ წოდებულები. მე გაჩვენებთ ერთ იგავს, სადაც ქრისტე პირდაპირ მიანიშნებს, რომ მორწმუნენი ქრისტეს მიმდევრების სამეფოს ძეები და სამეფოს მიმდევრები არიან. მე-20 თავში, როგორც გითხარით, გამოცხადების მე-20 თავში, ვკითხულობთ პირველი ომოხლიდან. ვიხილე ზეციდან ჩაომაოლი ანგელოზი, რომელსაც თავის ხელში ჰქონდა უფსკრულის გასაღები და დიდი ჯაჭვია. შეიპყრო დრაკონი, პირველყოფილი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა და შებორკა 1000 წლითო. სიტყვა 1000 წელი, როცა აქ არის ნათქვამი 1000 წლიანი მეფობაზეა ლაპარაკი, როცა ქრისტეს მეფობა უნდა დამყარდეს და წინამსახურებაზე გითხარით, ღმერთისთვის 1000 წელი ვითარცა ერთი დღე და ერთი დღე ვითარცა 1000 წელი და ყველა ამბობს, როცა აქ სიტყვა 1000 წელი იგულისხმება, თუ 1000 წელში ყველა ერთი დღე 1000 წელი იქნება, ეს იქნება ძალიან ხანგრძლივი პერიოდი ღმერთის მეფობის დედამიწაზე. და ჩააგდო იგი უფსკრულში, ჩაკეტა და დაადო ბეჭედიო, რათა აღარ აცდუნოს ერები, ვიდრე 1000 წელი არ დასრულდება. ამის შემდეგ იგი უნდა იყოს გათავისუფლებული მცერეხნითო. ვიხილე ტახტები და მასზე მცდომარენ და მიეცათ სასამართლო და იესოს მოწმობა და ღმერთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულებს არის ისინი, ვინც იტანჯნენ უფლისათვის. და საინტერესოა, სხვა მკვდრები კი არ აღმდგარანო, ვიდრე დამთავრდება 1000 წელი. ეს არის პირველი აღდგომა. ნეტარი და წმინდა ის, ვისაც აქვს წილი პირველ აღდგომაში, ჩვენ აღდგომის თემას რო გავვლით, ამ საკითხს დაწვრილებით შევეხებით. და ნეტარი და წმინდა ის, ვისაც აქვს წილი პირველ აღდგომაში, მათზე ძალაუფლება არ აქვს მეორე სიკვდილს. არამედ ისინი იქნებიან მღვდლები ღმერთისა და ქრისტესი და იმეფებენ მასთან ერთად 1000 წელს. ბიბლია პირდაპირ ამბობს, რომ მორწმუნენი ქრისტესთან ერთად იქნებიან ჩართულები მეფობაში. ძალიან მინდა რომ აი ეს ადგილი, რომელსაც ახლა წავიკითხავ. ერთი მოხუცი ქალბატონი იყო ჩემს სოფელში. მორწმუნე, რომელიც დადიოდა ეკლესიაში, ბებია ჩემი გარდაიცვალა, ვინც მე პირველად მასწავლა ღმერთის გზაზე სიარული და ეს ქალბატონი ძალიან ღრმად მოხუცებული იყო და თბილი ძალიან ესეთი გემრიელი. მე უკვე მსახურებაში ჩავერთე და დამიძახებდა ხოლმე, მალე იქნება ხიჭა. მალე იქნება ის რასაც ველოდებით. მეც მოვესწრები. როგორ იქნება? იცი როგორ ელოდებოდა ყველა, როდის მოხდება, როდის რასაც ჩვენ ვერ წმუნეთ. რისკერაც ღმერთმა მოგვეწოდა. ბიბლია ამს რომ ვიღაცები ცოცხლები შეხვდებიან, წამში თვალის დახამხამებას ჩვენ გარდავიქმნებით, ხოლო მკვდრები აღსდგებიან. სულიერ სხეულში. ისე როგორც ჩვენ ვიქნებით აღმდგარი, ესე როგორც ჩვენ ვიქნებით შეცვლილი, აი ამ სხეულში პავლემს სისხლსა და ხორცს არ შეუძლია ღმერთის სამეფოს დამკვიდრება. აი ამ ფორმით, აი ამ სხეულში, აი ამ სკაფანდრით ვერ შეხვალ ღმერთის სამეფოში. და პავლემ თქვა, წამში ეს მოხდება თვალის დახამხამებაზე, გააზრების გარეთ. ჩვენ ყველანი შევიცვლებთ ეს 1 კორინთელთა 15 თავში და ეხლა ამაზე არ ვილაპარაკებ. შეხედეთ. აი ამ მუხლებზე იყო ამ ჩვენი მოხუცი დის მთავარი ხედვა. და კითხულობდა და მეუბნებოდა, როდის მოვა და როდის იქნება ეს. გამოცხადების 21 თავი. და ვიხელე ახალიცა და ახალი დედამიწა. ვინაიდან პირველმა ცამ და პირველმა დედამიწამ გადაიარეს და ზღვა აღარ არისო. და ვიხილე ქალაქი ახალი იერუსალიმი, როგორც ღმერთისაგან გადმოდიოდა ციდან გამზადებული, როგორც თავისი ქმრისათვის მორთული საპატარძლო. და მოვისმინე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა, აი ღმერთის კარავი ადამიანებთან და ის დამკვიდრდება მათთან და იქნება
იქნებიან მისი ხალხი და თვით ღმერთი იქნება მათთან. და მოსწმენს ყოველგვარ ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი და გლოვა და გოდება და ტკივილიც აღარ იქნება ვინაიდან პირველმა გადაიარესო. ჩვენ ძალიან ბევრ ტკივილს გავდივართ, განსაკუთრებულად მორწმუნეები. ისეთ სირთულეებს აწყდებენ, ისეთ ცილისწამებებს მოისმენ. ზოგჯერ იტყვი, ამასაც ხო ესეთ შედევრი არის, მოფიქრება ხო უნდა. გინდა გითხრათ, რომ ზოგიერთი ცილისწამება, რომელიც ჩემს წინააღმდეგ მომისმენია, ვიცი რომ ჯოჯოხეთიდან არის აღგზნებული. იმიტომ რომ შიგნით მეხება ხოლმე ძალიან. აი, ესე ყურში მოსასმენი კი არ არის. აი, გეხება მთელ შენს არსებას, აი, მაკანკალებს ხოლმე ზოგჯერ, აი, იმდენად ბოროტი ძალების მოქმედების გამოვლინება არის ეს. მაგრამ ჩვენ ცხოვრობთ იმედით, ჩვენ ცხოვრობთ რწმენით. ჩვენ პროტესტანტებს გვეძახიან ეშმაკის წინააღმდეგ გვაპროტესტებთ. პროტესტანტებს რატო დაარქვეს პროტესტანტები? და რაღაცა გააპროტესტეს. აი, არ დავნებდებით აი ამ ეშმაკის მონურ სისტემას და გავყვებით უფლის გზას. თქვენ ეგრე გინდათ, მაშინ ჯოჯოხეთს აქ მოგიწყობთ. და ერთი მქადაგებელი ამბობდა, მორწმუნეები ჯოჯოხეთს გადიან ამ მიწაზე, რათა 60-ში დამკვიდრდნენ. მაგრამ არიან ხალხი, ვინც 60 მოიწყო ამ ქვეყნად და ისინი ჯოჯოხეთს ეკენ მიემართებიან. ამიტომ გვიწევს ჩვენ ამ მიწაზე ბევრი ნიშნულოვანი და ძალზე სერიოზული საკითხების გავლა, რათა გადავიხადოთ ფასები იმისთვის, რომელსაც ღმერთი ხედავს. ჩვენ თუნდაც დღეს აქ მოსულა, რაც ელაკეთქეთ ყოფილიყავი საწოლში და გესვენა კარგად, ოჯახის მიგეხედა, მაგრამ ქრისტემ თქვა, თუ ვინმე დატოვაო. მოდი წავიკითხავ მათქს, მიყვარს ძალიან, მარკოს სახარება. ქრისტემ აღთქმა მოგცა ჩვენ და გითხრა, თუ ვინმე აიღო და დატოვა. ეს არის მარკოს 10 თავი. 30-31 უკლავს წავიკითხავ. 29-დან. და უთხრას პასუხა, ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, არავინ არისო. 8 მილიარდ ადამიანს შორის, რომ ვინმე ჩემი გულისათვის და სახარების გულისათვის მიატოვა სახლი, წავიდა მსახურებაზე. მიატოვა ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან შვილები, ან მიწა, რაღაცა ბიზნესი და საქმე, დატოვა და სასუფეულის საქმისთვის დღეს რაღაცა ფასებს იხდის. რომ 100 წილად არ მიეღოს ამჟამად სახლები და ძმები და არ გიკურთხოს ღმერთმა ყველაფერი და სულიერი დაძმები არ გაგიმრავლოს და დები და ძმები და შვილები და მინდვრები არ იყოს დალოცვილი დევნისასო მომავალში კი საუკუნო სიცოცხლე მომავალში კი მარადიული სიცოცხლე რომელსაც ღმერთი პირდება ყველა მის მოყვარულს ჩვენი დრო იწურება და მე მინდა რამოდენიმე საკითხს გავუსვა ხალხზე შემდეგში ჩვენ ამ რაღაცებს დაწვრილებით გავამახვილებთ ყურადღებას მათეს 6:33 ეს არის ქრისტიანისთვის ქრისტეს მიერ თვითოულ ჩვენგანზე მოცემული დავალება უპირველეს ყოვლისა ეძებე ღმერთის სამეფო და მისი სიმართლე და ყველაფერი რაც გჭირდება, ყველაფერი მე რაც ჩვენ გჭირდება დედამიწაზე არსებობისთვის, ყველაფერი მოგეცემა. თქვენ კი უპირველეს ყოვლისა ეძებეთ ღმერთის სამეფო და მისი სიმართლე და ყველაფერი ეს შეგემატებათო თქვენ და დაიწყეთ თქვენ ცხოვრებაში მოსვლას. როცა პირველ რიგში ფიქრობ, რომ ღმერთის მეფობა იყოს მთავარია და მინდა გითხრათ როგორ უნდა მოხვდე ღმერთის სასუფეველში და რამ შეიძლება შეუშალოს ადამიანს ხელი. დრო რამოდენიმე წუთი და მინდა რომ ამაზრით წავიდეთ. მათეს 18 თავში პირველიდან 4 მუხლამდის ქრისტესთან მივიდა ერთი ფარისეული და ეკითხება რა უნდა გავაკეთო რომ ღმერთის სამეფოში მოვხვდე. ღმერთის სამეფოში რომ ვიყო. როგორ უნდა მოვიქცე. ნახეთ შეკითხვა. იმ დროს მოვიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს ვინ უფრო დიდია სამეფოში და ვისთვის უფრო არის და შეკითხვები სხვა მხრიდან ისმოდა იესო მოუხმო ბავშვებს და
და ჩააყენა მათ შუაო და უთხრა ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ თუ არ მოიქცევით და არ იქნებით როგორც ბავშვები ვერ შეხვალთ ღმერთის სამეფოში. Цагაან საგალობელს გქონდ ვაკო არა და ეს გაჭედილი ვარ ჩემს პრინციპებში. მე პასტორის გვერდი კი არ დავდგები და ხელებს კი არ აღვაპყრობ. აი ბოლოში ვიდგები და იქიდან გამოგხედავთ ხოლმე დრო და დრო. მე გიჟი კი არა ვარ, რომ თავს ვიმდაბლებ. ქრისტემ თქვა თუ არ დამდაბლდებით როგორც ეს ბავშვი ვერ შეხვალთ ღმერთის სამეფოში. ეს ჩემი ნათქვამი არ არის. ყველა ლიდერს და მსახურს მინდა გითხრათ აქიდექით ჩემთან ახლოს, მოდი გუნდთან ერთად ვადიდოთ უფალე. მოუტანოთ აღსავლელი, იმიტომ რომ წერილი გვეუბნება ადიდეთ უფალე. ადიდეთ უფალე. და მოწოდებაა ჩვენს მიმართ რომ მე დავკარგო ყველა ჩემი პრინციპი, ხასიათი, კონტროლი, რომ მე ღმერთის მადიდებლად გადავიქცე. ეს არის ჩემი დანიშნულება, მე მის მადიდებლად ვარ შექმნილი. განა ვერ ხედავ რომ ჩემ გვერდით არ დგანან ბევრი და ვითომ აშერია, ვითომ ბავშვია, ვითომ კოტია, ვითომ 4 ბავშვი მყავდა, საწოლის სკამის ქვეშ დგავდით ხოლმე რაღაცებს და აქ ყავდა ბავშვები, მაინც პირველ ხალ, მაინც მადიდებლებად ვიყავით და მაინც მსახურობდით. ბავშვი გვიშლის ხელს რომ პრასლავენიაში ვერ ვიდგე. დაივიწყე ბავშვი, მოიყვანე და ერთად ვადიდეთ უფალე. ყველაფერი შეიძლება გამოუნახო მე იმისაც რომ მოდი დიდმაც და პატარამაც ყველამ ერთად ვადიდოთ უფალე. მაგრამ ქრისტემ თქვა თუ არ იქნებით ბავშვები, თუ ვერ შეხვალ სასწაულში. ამიტომ გაუბრალოდი ჩემო კარგო. გახდი ბავშვები, გაუშვი. იცით ჩვენ რას ვერიდებით? გინდა გითხრათ რას ვერიდებით? ჩემ ავტორიტეტს რომ ჩრდილი არ მიადგეს. მე რო არ თქვან ვიღაცებმა ხო არ შეიშალაო. მართლა? მაგას უფრთხილდები. ქრისტე რო თავის ავტორიტეტს გაფრთხილებოდა, ჩვენ ყველა დაღუპული ვიქნებოდით. მაგრამ ის გვეუბნება, დამდაბლდეთ ღმერთის ძლიერი ხელის ქვეშ. პირველი პეტრეს მეხუთე თავის მეექვსე მეშვიდე მუხლება დამდაბლდეთ ღმერთის ძლიერი ხელის ქვეშ და ისა გამაღლებთ თქვენ თავის დროზე. მოდით ყველამ ვისწავლოთ დამდაბლება მისი ძლიერი ხელის ქვეშ, როცა მისი განდიდება მიმდინარეობს, არც ვაგვიანებ და არც ბოლოში სადღაცას არ ვიმალები უკან. იმიტომ რომ ღმერთს უნდა რომ ყველანი წინ მოვიდეთ აქ არის განდიდება, აქ არის აღსავლელი და მე მინდა რომ ჩემი გული გავხსნა უფლის წინაშე და უთხრა ღმერთო შენ იმდენი გააკეთე ჩემთვის იმდენს აკეთებ ისეთ მოიმოქმედე რომ შენ მე გამხადე ამად და ამად უკვე ვარ მე ღმერთის ოჯახის წევრი მისი შვილი მისი მემკვიდრე ქრისტეს თანამემკვიდრე მეფურის სამღვდელოება ჩვენ ვართ უკვე წილხვედრილი ხალხი და ქრისტემ პირდაპირ გვიწოდა რომ თქვენ ხართ სასუფეულის ძენი მაგრამ ეშმაკმა დათესაო ბოროტმა დათესა თავისი თესლი იმ ყანაში სადაც ჩვენ ერთად ვსახურობთ ამიტომ ღმერთი გამოარჩევს რა თქმა უნდა ყველაფერს მაგრამ მოდით ვიყოთ ბავშვებით მეორე ვერ შეხვალ სასუფეულში თუ ხელმეორედ არ იშვი ქრისტემ პირდაპირ უთხრა ნიკოდემოს თუ მეორედ არ დაიბადე ვერც კი იხილა ღმერთის სასუფეულს ნიკოდემოს როგორ დედის მუცელს შევძრები ისევ და გამოძრები არა ხელმეორედ უნდა იშვა სულისაგან შობილი სულია როცა ჩვენ ქრისტე მივიღეთ უფლად და მხსნელად ჩვენ უკვე ვართ შობილნი მისაგან და შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენ უკვე მის სამეფოში ვიმყოფებით და მის სამეფოში შრომელები ვართ მებრძოლები ვართ მსახურები ვართ მე რუსთავში საერთოდ ვერ წარმომედგინა რომ როდესაც რუსთავში გადმოვიდა საცხოვრებლად მაგრამ თუ აქ ცხოვრობ მარადისობა მიცის სად ვარ როცა დავბრუნდებით იქ სულ ფიქრობ ხოლმე რომ შემოვდივარ ქალაქში ვაკურთხებ და ვლოცულობ ხოლმე ქალაქისთვის რუსთავი იქნება სამსჯელო მარადისობაში გახსენებული იქნება როგორ ცხოვრობდით როგორ მუშაობდით როგორ მსახურობდით რას ვაკეთებდით და როგორ ველოდებოდით იმას რაც უნდა მოვიდეს და აუცილებლად მოვა იესო ქრისტე მოდის მეორედ არაცოდებს განსაცმენდელად არამედ 1000-ლიანი მეფობა დაამყაროს დედამიწაზე და ეშმაკი იქნეს ჩაგდებული უბსკრულში და ქრისტეს მეფობა და ღმერთის მეფობა მოვიდეს მთელ კაცობრიობაზე წარმოგიდგენიათ 64 დედამიწაზე ადამიანები აღარ იქნება არც სიკვდილი აღარ იქნება დაკეტილი 64-ის გარე როგორც გამოაგდო ედემის ბაღიდან ღმერთმა 64-დან აღარ იქნება გლოვა და ტირილი და ტკივილი და წნეხი და რაღაც მაგრამ შენ სად იქნებ მაგ დროს ისინი მეფობენ მასთან ერთად ქრისტე რომ გამეფდება
ვიღაცები, ვინც დღეს უფლისთვის ცრემცხრია, იტანენ 1000 გვარ შეურაცხყოფას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკუთარი ოჯახის წევრები გაგიხდებიან ქრისტიან კონტრაქტ იმის გამო, რომ შენ ამ გზას აერჩა. დაშვებული იქნება, რომ გამოიცადო ყველა დონეზე, მაგრამ მაინც არა იმ მაკაბელებში 7 ძმის მსგავსად არა. მე ვიცი რას ხედავ. რას ხედავ ერემია? მე ვხედავ ღმერთის სამეფოს დიდებით მოსულს, ქრისტიან თქვა, როცა მოვაძე კაცისა, მამის ძის და ანგელოზების დიდებით. ის როგორც ქურდი ისე დაეცემაო დედამიწას. როგორც მახე, უცბად მოხდება ეს, უცბად და ვინც კითხულობს ამას და იკვლევს, ყველა ელოდება როგორ მოხდება ეს, არის არ ჩვენ არ ვიცით, ყველა წვრილმანდა დეტალი, მაგრამ ჩვენ ამისთვის ცხოვრობთ, მსახურობთ და შრომთ და მოდით უპირველეს ყოვლისა ეძებე სასუფეველცად. როცა ხედავ ეკლესიაში სისუსტეს, გააკეთე რაღაც. როცა ხედავ რომ რაღაც ვერ არის ისე, რა შეეცადო რომ გაამყარო და დაიხარჯო, ფასი გადაიხადო, აიტანო და გადაიტანო რომ ღმერთო გამყარდეს შენი სამეფო ამ მიწაზე. როგორც თისწორზე მდებარე ქალაქი, რომელსაც დაფარო არ შეუძლია, დიდებული ეკლესია წარედგინოს უფალმა მეორად მოსვლისას. წამოდექით ჩემთან ერთად, ყველა ლოცულობ და უფალს თხოვთ, რომ გამხადე უფალო, შრომელი მსახური მებრძოლი და მეომარი ცათა სასუფევლისა, რომელიც დედამიწაზე ჯერ პროცესშია და მიმდინარეობს. ჩვენ შემდეგ მსახურებაზე შევეხებით, რას ამსგავსებდა უფალი ღმერთის სამეფოს.